გათენდა დილა და დიხაშხოს გოგირდოვანი აუზებისკენ ავიღეთ ოჯახმა გეზი. წავედით იმერეთში. შემოვედით შესვენებაზე. ემოციური შეხვედრა ანიმაციებთან. მიდით ახალ 3 2 1 ჩანი ერთი გოგო ტანტერტე და კოპციაო კოცნარა ვართ თო უპირე კოჩორში მწდა მომწიაო ეს ის მომენტია, როცა მარიკას გამორჩა რაღაცა კადრის გადაღება, მაგრამ მაინც ამტკიცებს, რომ მაგარ რამეს იღებს. ოიცადე აცა, აგე რა მინდა და ნახე. ბეყორეს ვეხუტები ღვინით ჩაბუჯბუჟებული რა იქნება შენთან ვიყო ჩავყნილ ჩამარხუჟებული აბადელო ვარერო რამინავოდა აი ხა გადმოვუხდი ხა ჩემსკენ გადმოდი და კაც ჩვენი ოჯახის ტრანსპორტირებაზე ზრუნავს Chevrolet Cruise. თუ ჭკვიანად მოიქცევით, უფრო დიდ მანქანას მოგცემ. მოვედით მოკლედ ოჯახი გოგირდის ცხელ ბასეინებში და ახლა უნდა ჩავიდე წყალში. აბა ვნახოთ როგორი ცხელი იქნება. წყლის სიმხურვალი გახლავთ 38 გრადუსი. მამა ჩემს ძალიან უხარია აქაურობა. არის უბედნიერესი. იძინა ემზადება წყალში ჩასასვლელად. ეხლა განახებთ გოგიტას. ეს არის გოგიტა. გოგიტა მიესალმე ხალხს. ვაიმე როგორი ზრდილობიანი არის. საოცნებო სამოთხის ბაქს მოგაგონე მადლიანი ჩვენი არემარე მოგზადიო ჩვენთან გეტყვის მასპინძელი დიამდაზად დაგეგებათანა დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები მდებარეობს იმერეთში ივანის რაიონში სოფელ დიხაშხოში მდინარე სულორის ნაპირზე მამა ჩვენს ვათხოვა ჩემი დრონი თუ გამიფუჭებს მიყიდის ახალს ოღონდ სხვას გადავიდეთ სულორში სოფელი სულორი ბიძინამ საიდან მოიტანა იმ წუთას ნამდვილად ვერ მივხვდით, მაგრამ მერე გაგვიმხილა საიდუმლო და გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით სოფელ სულორში. რა ხდება იქ? სულორში როგორც ნახე არის მაგარი მდინარე და ლამაზი ადგილია, მთები. ხე მდინარეში იბანავებ ამ სიცივეში? აბა რა სულ. არც ჩავა. ვერ ჩავა. შეგხვდა აი ეს მანქანა, რომელიც არის უნგრეთიდან, ნახე რა საყვარელია. და მთხოვა დრონის კადრის გაგზავნა და აუცილებლად გადაუგზავნე.
წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ სულ 2 ყოფილა მერაბ დვალიშვილის სოფელი. შევხვდით სოფელის სულ 2-ის მაცხოვრებლებს, სადაც მიდიოდა გემრიელის სმა, ჩვენც დავლიეთ 1-2 კარგი საფეხბურთო და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ. ძალიან მაგარია სულ 2. არც ჩავა. ვერ ჩავა. მოიცა ერთი იმის ჩასვლას ვერ მამა ამოდი არ შეგცივდეს. ულამაზესი არის აქაურობა. ფიზინამ ჩავალ წყალში და ჩავიდა. ალბათ მერაბიც ამ წყალში არის გაზრდილი და იმიტომაც არის ესეთი მხეცივით და ნადირივით. ისე ვახდება, როდესაც ჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ ხალხო, ულამაზესი ქვეყანა გვაქვს ყველა კუთხით. ერთი რაც გვევალება და გჭირდება არის მოვლა. აი მხიძე მინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედი, დაკეტილიაო და თან შემეშინდა ჩემი წონის კაცი რო იქ დადგეს. აშკარად დაკეტილია. შენ მანდი ავიფრთხილად არაფერი ჩაგენგრეს. მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არ არის ახლა ეს ჩავარდეს. ხიძე ვერ გადავედი, მაგრამ ხიზე გადავედი, ხიზე. ისე ამოყირავებული ეს რომ ამოყირავდეს ვერ მიხვდები სად წახვედი. საინტერესო გავიწევით ამ ცხოვრებას საწაუა ჩერო ჩემი საწოლე ხარ ამას ხალი არ გაუა იცოდე თვალებს ნუხი ჩემი ნუ გერიდება ვარდების სუნელი და ისფერი მოგიხდება შენ გამო შევაჩერე სამყაროში ენტროპიას თუ არა და ვარსკვლავები ერთმანეთს მიენდობიან დრო გავა სულ მალე დაგვიდებენ საფუძს ეს ჩემი საწოლე არ გაიცანი ბაბუ სამშობლო ესეც ჩვენი დღის დასასრული მზის ჩასვლასთან ერთად. ეხლა წავედით ჭამოთ.